როდესაც ქრისტე აღზრდა მისცა სულიწმინდა და უთხრა შებერა მათ და მისცა სულიწმინდა და უთხრა ვისაც შეუნდობთ შეენდობა და ვისაც არ შეუნდობთ მას არ შეენდობა, ვისაც არ გახსნით, არ მოხსნით ცოდვებს მათ დარჩებათ იქ შეფრა ცოტა უნდოვანია სიტყვა შეფრა იმიტომ რომ ეკლესია არავის არ ხრავს, უბრალოდ ეკლესია არ ხსნის თუ ქრისტე არ მიიღო ის ცოდვაში ის ბნელია, ის ვერ განათდება. ამიტომ როცა მიცა სულიწმინდა და უთხრა ვისაც შეუნდობთ შეენდობა და ვისაც არ შეუნდობთ მათ არ შეენდობათ ზეცაში. ზოგიერთებმა ისე გაიგეს რომ ჩვენ მღვდლები ან ეპისკოპოსები თუ ვინმეს წაუკითხავთ შენდობის ლოცვას ის აუცილებლად უკვე შეენდობა მას. ასე არ არის. ამას ეუბნება უკვე აღდგომის ქრისტეს აღდგომის მხრივ მოციქულებს რომლებიც პირისპირ დგანან უკვე ქრისტესთან და აღდგომილ ქრისტესთან და იციან ცოდვა და მადლი განსწავლულები არიან სიტყვით, განწმენდილები არიან სიტყვით, მას ხო არ დაბანა ფეხები, თქვენ ყველანი წმინდა ხართ. ანუ ამ წმინდა ადამიანებს ეუბნება, რომ ვისაც თქვენ შეუნდობთ შეენდობათ, ნიშნავს ზუსტად ამას, რომ ესენი ხედავენ, ვის შეენდობა, ვის არ შეენდობა, ანუ თქვენ იცით უკვე, ვის შეენდობაო ჩემგან და ვის არ შეენდობაო, ეს იცითო თქვენ, ეს გასწავლეთო თქვენ. ამიტომ თქვენ რასაც გააკეთებთო ის იქნებაო და არა ის რომ ახლა რახან მე ბლად მაკურთხეს ვისაც შეუნდობ შეენდობა რა თქმა უნდა რამდენად სწორად შეუნდობ ანუ სწორად შეენდობა არ ნიშნავს ლოცვა სწორად წავიკითხავ თუ არა რამდენად მიდის ეს ადამიანი იმისკენ ღმერთისკენ და რამდენად ტოვებს ცოდვაზე რამდენად შეუდგება ქრისტეს იმის მიხედვით შეენდობა. ამიტომ როდესაც მისცა აი ეს მადლი სულიწმინდის მადლი ეს მისცა ეკლესიას თავის მიერ განწმენდილ წმინდა ეკლესიას წმინდა კრებულს მისცა ეს მადლი რომელიც დღეს მოციქულების მიერ ვისაც გადაეცა ჩვენ გაგვაჩნია ეს მადლი მიუხედავად იმისა, რამდენად ვართ ჩვენ პირადად განწმენდილები. შეიძლება კი არა იშვიათია და ძალიან ცოტა ისეთი მდგომარეობაში მყოფი რა მდგომარეობაშიც მოციქულები იყვნენ ესეთები ეკლესიაში, მთლიან ეკლესიაში შეიძლება ერთეულები იყვნენ, მსოფლიო ეკლესიაში მართლმადიდებლობაში. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს მადლი რადგან კრებულს მისცა ნათლობის მადლი ზიარების ანუ საიდუმლოების ახსულების მადლი სხვადასხვა საიდუმლო მთლიანობაში არის სამი საიდუმლო მე სხვა დანარჩენი აქედან გამომდინარე რომ ეს არის ნათლობის საიდუმლო ეს არის ზიარების საიდუმლო და ეს არის შეკვისა და გახსნის საიდუმლო და სხვა დანარჩენი აქედან მომდინარეობს მე. ხოდა აი ეს დღესაც ეკლესიას გააჩნია და ეკლესიის მიერ ვისაც მიეცემა მღვდელს მას ეს გააჩნია. ანუ თუ ის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელია სანამ ის მართლმადიდებელი კრებულის წევრია როგორც მღვდელი, მანამ მის მიერ მონათლულია, მის მიერ ნაკურთხია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მის მიერ შენდობილია. ეს შენდობა მაინც შემოწმებასთან არის კავშირში, რამდენად მას აქვს შენდობის ლოცვის წაკითხვის უფლება, მაგრამ ეს შენდობა რამოდენიმე უნდა დაიყოს შენ უნდობ, მაგრამ ის რამდენად იმსახურებს და ერთი რამდენად შეუნდობს. ესე არის ეს მადლი. ამიტომ ვისაც ეს მადლი აქვს ქრისტეს მიერ მიცემული შებერა და უთხრა მათ ვისაც შენ ის შეიძლება არ ცხონდეს. ეს არ არის საცხონებელი. ეს არის სამღვდელო მადლი.
და სამღვდელო მადლის ვისაც სამღვდელო მადლი გააჩნია ის აუცილებლად ცხონდება, ამის თქმა შეუძლებელია. ამიტომ ეს არის ეკლესიის არსებობისთვის მიცემული მადლი, რომელ მადლსაც ეკლესია ინარჩუნებს და არა პიროვნებები. მაგრამ სულიწმინდის გარდამოსვლა არ ხდება უწმინდურ ადამიანზე. სულიწმინდა, რომელიც გადმოვიდა 50-ე დღეს, ეს არის პიროვნული, თუ პიროვნება არ ხარ ამისთვის მზად, ამას ამ მოვლენას, რომელიც მოხდა 50-ე დღეს, ვერ ეღირსება ადამიანი თუ პიროვნულად არ არის ამის ღირსი და თუ სულიწმინდა მარჩათვალა რომ ამ ადამიანზე გადმოვიდეს. ამიტომ საცხონებელი არის ზუსტად ის მეორე სულიწმინდის გადმოსვლა. ამიტომ არის სულთმოფენობის წინა დღესასწაული არის კრებები, ანუ მამები, რომლებიც იკრიბებოდნენ, ყველა კრება. ეს არის სულთმოფენობამდე მიცემული მადლის მსახურები და სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ არის ყველა წმინდანის ხსენება. ამიტომ ყველა წმინდანი არის სულიწმინდით, ქრისტეთი და სულიწმინდით განწმენდილი. ანუ ეს როგორ ხდება, რომ როცა ქრისტეს სიტყვას ღებულობ, სიტყვა ღმერთს ღებულობ და სიტყვა ღმერთის მიღებით შენზე გადმოდის სულიწმინდა, რადგან შეიყვარე ღვთის სიტყვა, შენზე გადმოდის სულიწმინდა და შენ ხდები სულიწმინდის სამკვიდრებელი და ეს სულიწმინდა გაჩვენებს იმ სიტყვის სიღრმეებს. მაცხოვარმა ესე თქვა, ის მოვა და გასწავლი თქვენ ყოველივეს. რას ასწავლის? ახალს არაფერს, ასწავლის, რაც ქრისტემ ასწავლა იმის გაგებას.